კათოლიკოს პატრიარქად გამორჩევას ულოცავენ შიო მესამეს პოლიტიკოსები. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ შიო მესამე შეძლებს ერის გაერთიანებას და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალ საუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს. შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე გახდა. 59 წლის შემდეგ ისტორიული ცერემონია 152 პატრიარქის ინტრონიზაცია გუშინ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა. აღსაყდრების საზეიმო მსახურება სინოდის წევრების მონაწილეობით ჩატარდა. საზეიმო წირვის შემდეგ კათოლიკოს პატრიარქის რანგში შიო მესამე მრევლს პირველი ქადაგებით მიმართა. დემოკრატიული პიროვნების მქონე პარტია და ჩვენ ნამდვილად ვსურს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია იყოს ძლიერი, იმიტომ რომ იდენტობის, საქართველოს იდენტობის ჩვენ ქვეყნის სიძლიერესთვის აქვს უდიდესი როლი ამ ინსტიტუციას და პატრიარქ შიოს მესამეს ჩვენ ვუსურვებთ წარმატებებს ილია მეორის მემკვიდრეობის წარმატების გაგრძელებას ვუსურვებთ და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ კათოლიკოს პატრიარქთან და ზოგადად ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ჩვენ გქონდეს კომუნიკაცია, ურთიერთობა ამ ქვეყნის საკითხებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, მე მას მინდა ვუსურვო მხნეობა, წარმატებები, რადგან იმ გზაგასაყარზე, იმ პერიოდში, რომელშიც ახლა ჩვენი ქვეყანა არის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც მე ვიმედოვნებ, რომ რა თქმა უნდა მოემსახურება ჩვენი ერის გაერთიანებას, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენთვის, რაც შეეხება უკანონო სინდისის პატიმრების და ასევე პოლიტპატიმრების საკითხს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი ინიციატივა, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები. მთელი ძალისხმევა წარმართა რადიკალურმა ევროპულმა მოძრაობამ, რომ არ გამختارიყო შიო მესამე ჩვენი პატრიარქი, მაინც აღსრულდა ეს ნება, რომელიც ილია მეორის ნება იყო ფაქტიურად, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში 9 წლის განმავლობაში ის მოსახლედ ვერ იქნებოდა. ვერანაირი კომპრომატი ვერ უპოვეს, ხან სადეძებდნენ, ხან როგორ ცდილობდნენ რაღაცა წარმოეჩინათ უარყოფითი კონტექსტით, არაფერი არ გამოუვიდათ. სინოდმა ის გამოარჩია და ამას მხარი დაუჭირა, დარწმუნებული ვარ უმეტესობამ ქართველი მართლმადიდებლებისა ამ გადაწყვეტილებას და მე მიხარია, რომ ასეთი ღირსეული ადამიანი წარუძღვება წინ ჩვენს ეკლესიას და ჩვენს სულიერ ცხოვრებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი შიო მესამე თავის თავს დაამახსოვრებს როგორც ქართულ ხალხს, ისევე მთლიანად ქართულ ეკლესიას, როგორც ადამიანი, რომელიც აფასებს იმ დანატოვარს, რაც ილია მეორემ დაგვიტოვა და დაუტოვა მთლიანად სამღვდელოებას და ჩვენს საპატრიარქოს და ის კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი რელიგიური ღირებულებების წარმოჩენას და რაც თავარია ამ ქვეყანაში იქნება ისეთივე გამაერთიანებელი, სიყვარულის და ყველა დადებითი ღირებულების ქადაგებელი.